სალამ მეგობრებო, როგორც დაგვირდით, ბოლო ვიდეოს ჩავწერთ თქო ევრობასკეტზე, პატარა შემაჯამებელს. შევეცდები შევასრულო, დასრულდა ევრობასკეტი, ნუ ჯერ ზოგადად რომ მივოვიხილოთ, კარგი ევრობასკეტი იყო საჭირო თლიანობაში, ფინალში გავიდა ორი ნამდვილად უძლიერესი გუნდი. თავიდანვე ეტყობოდა, ნუ გერმანიიდან პრინციპში მოსალოდნელიც იყო, რომ ეს თაობის გერმანია მართლა ზღაპრულ შედეგებს აკეთებს, ისინი არიან შეასწინებთ, რომ მსოფლიო ჩემპიონები ოლიმპიადაზე მეოთხეზე გავიდნენ და ნუ აი მთელი ეს პერიოდი ძალიან დამაჯერებელი გაბოს თამაშობენ და თავიდანვე ეტყობოდა, რომ ამ ევრობასკეტზეც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებდნენ. რა შეიძლება თურქეთი აი მე რაც არასდროს თურქეთს არ გულშემატკივრობ, თუმცა 10 ფეხბურთშია, გავუჩი საერთოდ არასდროს, მაგრამ პირველი თამაში და აი მართლა მოვიხილდი ამ გუნდის თამაშის, რაღაც ზღაპრულ კალათბურთს თამაშობდნენ, ასეთი გუნდური თამაში შეტევაშიც და დაცვაშიც მე მართლა კაი ხანი არ მინახავს. სანაკრებო დონეზე FIBA-ს ტურნირებში ნამდვილად არ მინახავს აი ბოლო პერიოდში ყოველ შემთხვევაში რაც მახსოვს ხა ბავშვობაში და რაღაცა შეიძლება არ მახსოვდეს ხა ისე მაგრამ აი სანაკრებო კი არის ევროლიგის გუნდების როგორ გავიხსენო ბოლო პერიოდში ასე გამართულად საათივით აწყობილი შეტევაშიც და დაცვაშიც გუნდი თამაშობს არ მინახავს და თავიდანვე ძალიან მომწონდა ხარიცხი თურქეთის თამაშის და საერთოდ არ გამიკვირდა რომ ფინალში ეს ორი გუნდი შეხვდა. რაც შეეხება დანარჩენ ფავორიტებს, ნუ სერბეთი რა თქმა უნდა იყო ფავორიტი, კარგი გუნდი იყო, შეეძლო სერბეთს, ასე ვთქვათ, ჩარეული იყო ამ ორეულის, ასე ვთქვათ, გარჩევაშიც, უბრალოდ ცოტა შეიძლება არ გამართლებას დავაბრალოთ ფინეთთანაც დაემართათ, შეიძლება ალბათ უფრო არ დაფასებას, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ აი ფინეთთან ძალიან თავდაჯერებულად გამოვიდნენ. ჩემი აზრია ეს უბრალოდ ახალგაზრდა როგორც გუნდი სერბეთი ფინეთს ჯობია. თუმცა ფინეთის კარგი გუნდია, ფინეთს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ სერბეთიც ვფიქრობ ერთ-ერთი ფავორიტი იყო. განსხვავებით სხვათა შორის იგივე საბერძნეთისგან, რომელიც თავიდანვე პირველი თამაშიდან საბერძნეთმა გამიჩინა საკმაოდ ცივი ეჭვები, რომელიც პირველი სიგნალი როცა მართლებოდა იყო მასთან თამაში, რა ქვია, ბოსნიასთან. რაც გულისხმობს, თავიდანვე აი საბერძნეთის თამაში კი გასაგებია, იოკიჩიც ყავს, სერბეთსაც ყავს უბრალოდ იოკიჩი, რომელზეც არის აწყობილი, მაგრამ იოკიჩი მაინც სხვანაირ იოკიჩი გუნდსაც ათამაშებს. და შესაბამისად იოკიჩი რომ გადის, ის გუნდი ისევ ტონუსშია, ისევ, ასე ვთქვათ, თამაშის ჭყალებში ვიტყვი ბუღამშია. აი საბერძნეთი რო თამაშობდა, რეალურად თამაშობდა მარტო ანტეტოკუმბო, იანისი. მარტო თამაშობდა მართლა იანისი. როგორც გადიოდა იანისი, თითქოს არის მიუჩვევლები იყვნენ იანისის გარეშე შეტევას კალათბურთელები. არადა, ახლა იგივე შეგვიძლია ვთქვათ, პრინციპში სლოვენიაზეც, მაგრამ სლოვენია, მოდი ვთქვათ, რომ სლოვენიას შემადგენლობაში საკმაოდ უჭირდა. რეალურად უმაღლესი დონის, რა თქმა უნდა, უმაღლესი კი არა, სუპერსტარი იმის დონჩიჩის სახით, მაგრამ რეალურად მაღალი დონის მოთამაშე, რასაც ქვია, იმ დონის რა მიზნებიც ჰქონდა, ხო, იდეაში რო გეკითხა სლოვენიისთვის, მარტო პრეპელიჩი ყავდა. რა, ისიც ახლა პრეპელიჩიც გასაგებია, რომ ძალიან მაღალი დონის კალათბურთელია პრეპელიჩიც, მაგრამ არის მაინც მისი, ასე ვთქვათ, სტატუსით კი არა, რასაც საკეთებს, მისი საქმე, ასე ვთქვათ, პოზიცია დავარქვათ, ნებავთ. ძალიან ისეთია, შეზღუდულია, ის როლელია, მეტი არაფერს არ აკეთებს პრეპელიჩი და არც აქვს პრეტენზია და ამის იმედი სხვა ხრივაც არ უნდა გქონდეს. ხო და შესაბამისად თავიდან ბოლომდე რომ დონჩიჩე იყო დამოკიდებული სლოვენიას თავიდანვე ცხადი იყო. სლოვენიას რო ქონდა უფრო წარმატებული ტურნირები, იგივე ევრობასკეტი რომ მოიგო სლოვენიამ, შეგახსენეთ, იქ მარტო დონჩიჩი არ იყო. შეერთი იყო გორან დრაგიჩიც, რომელიც ვარსკვლავი იყო ასევე და NBA-შიც გამორჩეული კალათბურთელი იყო და დახაზა იმ ევრობასკეტს. პლუს იმავე ევრობასკეტზე ყავდა მძიმე ფორვარდი ენტონი რენდოლფი, რომელიც ძალიან მაღალი დონის მძიმე ფორვარდი იყო, მე ვფიქრობ, რომ ევროპაში თოკოს მოსვლამდე საუკეთესო მძიმე ფორვარდი უდაოდ იყო ენტონი რენდოლფი. ასე რომ იმ სლოვენიას ნუ შეატარებთ. ამის შემდეგ სლოვენიას კიდე ყავდა არაუშავდა, იქ ტოპი ყავდა დამატებული, ნატურალიზირებული ამერიკელი, მოკლედ რაღაც ასე თუ ისე შევსებული იყო, მაინც დაკომპლექტებული იყო და ამ ევრობასკეტზე უკვე მაინც თავიდან ბოლომდე დონჩიჩზე იყო, ნუ აპრეპელიც მიეხმარება და ამიტომ სლოვენიის იმედით სიმართლეზე არც ჰქონდა. მაგრამ იმედით
შემადგენლობიდან გამომდინარე უნდა მქონოდა და მქონდა ბერძნების, მაგრამ პირველივე თამაში გამოჩნდა ბერძნები არიან ძალიან არ ეკადრება ბერძნები. ბერძნებს განავითარა რომ საბერძნეთი ასეთი შემადგენლობის გუნდს არ ეკადრება რომ ასე იყოს დამოკიდებული ერთ კალათბურთზე და მისი თამაშიც რო გენახა იმ თამაშებს რაც იგებდა მარტო იგებდა ეს კაცი რა და თან მარტო იგებდა განაისვრო სხვას არ გამოსდიოდა და მარტო ამას გამოსდიოდა სხვა არც ცდილობდა თითქოს თლიანად თამაშებში უნდა მოეგო იმას ანტეტოკუმბოს და ნუ ხო სადღაც ან დაიჭერდნენ ან თვითონ არ წავიდოდა თამაში და იქ თავდებოდა იმის დაგრევის თქვია სლოვენიის დაკრებით. ო იგივე მარკანენი ყავდა, და ფინეთი ხა, ბევრად უფრო შეზღუდული გუნდი ყავს, ხო, შემადგენლობით ფინეთს, მაგრამ ის არ იყო ისე დამოკიდებული მარკანენზე. შეგახსენებთ, ჩვენთან თამაში ხა მარკანენმა კი ცუდად არ ითამაშა, მაგრამ არათრია გუნდი. თლიანად გუნდმა ითამაშა ძალიან კარგად, ხო? ეს ზოგადად რაც შეეხება ასე ვთქვათ ფავორიტებს ვინ იყვნენ, ვინ გაამართლა, ვინ არ გაამართლა. ახლა დავუბრუნდეთ ფინეთი ვახსენეთ და ჩვენთან თამაში ვახსენეთ და დავუბრუნდეთ ჩვენს ნაკრებს. ნუ ჩვენს ნაკრებზე როგორც გითხარით, ბევრი ვისაუბრე და როგორც გითხარით, ბოლოს შევაჯამეთ იქ ცალკეულ კალათბურთელებს, ნუ ალბათ არ ვიქნები ორიგინალური თუ ვიტყვი რომ საუკეთესო ალბათ თლიანობაში თავის სტაბილურობიდან გამომდინარე თლიანობაში ევრობასკეტზე იყვნენ თოკო და მამუკელაშვილი. თოკოს რა თქმა უნდა დიდი მადლობა, ვიცით რომ და პრობლემები მქონდა მას ჯანმრთელობის, საერთოდ დაუგზავნეს მას საჭიროა ბასკეტზე ექიმებმა თამაში, ნუ თუ მაინც და მაინც პირველი ორი სამი თამაში მაინც არ ითამაშა, მაგრამ მაინც ითამაშა და მაგრად ითამაშა. კი, მას ჰქონდა რამდენიმე თამაში ჩააგდო თოკომ, მაგრამ დანარჩენებზე, აი რა თავარ თამაშებზე, რომლებსაც და აუცილებლად მოგვიგო და რომლებიც მოვიგეთ იყო შეუტარებელი თოკო და სხვათა შორის იგივე ფინეთთანაც კი ვერ მოვიგეთ, მაგრამ კარგად თამაშა თოკო. რაც შეეხება მამუკელაშვილს ასევე ბრწყინვალე იყო. მამუკელაშვილი გარდა იმისა, რომ კარგი თამაში ჰქონდა ესპანეთთან MVP გახდა, იყო ძალიან სტაბილური. საერთოდ მამუკელაშვილს სხვათა ჩაგდები არ ჰქონდა. ნუ ასე ჯამში შეიძლება ვთქვათ, რომ ეს ორი კალათბურთელი იყო საუკეთესო ჩვენ შემადგენლობაში. რაც შეეხება გოგა ბითაძეს, გოგა ბითაძე უდავოდ იყო კარგი, ძალიან დიდი წვლილი აქვს ნაკრების ამ ისტორიულ წარმატებაში. უბრალოდ მე ნუ შეიძლება იმიტომ რომ ვიცით გოგას რა შეუძლია აქედან გამომდინარე, ხო, ბუნებრივია ხარ ჩვენ რაც მოთამაშე შეუძლია იქიდან გამომდინარე ვამბობდა, ნუ შესაბამისად გოგას რომ ვიცით რომ მეტი შეუძლია, ამიტომ ჩემი აზრით გოგას ცოტა ზოგ ეპიზოდებში რაღაცა თითქოს თავის ადგილს ვერ პოულობდა, თავის როლს ვერ პოულობდა, რა შეიძლება ემოციური ფონი ქმნიდა ამ პრობლემას, თუმცა მეტი შედგ გოგა იყო კარგი, ძალიან დაეხმარა ნაკრებს რამდენიმე ეპიზოდი და რამდენიმე თამაში იყო საერთოდ შესანიშნავი, მაგრამ თლიანობაში სტაბილურობა მაინც ეკდა და ფიქრობ გოგას იგივე, ასე ვთქვათ, მისი შედეგები და სტატისტიკაც უფრო მეტიც უნდა ქონდეს მომდევნო თამაშებში. მე იმედი მაქვს გოგა უფრო, ასე ვთქვათ, კარგად ჩაჭდება გუნდში და უფრო მეტს შეძლებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გოგას კი არ ვაკეთებ პირიქით, კარგი იყო გოგა, მაგრამ უფრო მეტი შეუძლია თქო მას ვამბობ. და ხოდა ეს. რაც შეეხება ბოლდვინზე რამდენიმე ვიდეოში ვისაუბრე და გავიმეორე, პრინციპში იგივეს. ბოლდვინი არის ძალიან კარგი კალათბურთელი, მე ვფიქრობ, რომ ხარისხით ის არაფერ არ არის მაკფადენზე ნაკლები და დიქსონს რაც შეეხება, მასზე უკეთესიც არის, მაგრამ ამ გუნდში აკლია მაინც ის, რაზეც ვისაუბრე სხვათა შორის, როცა გაიბწყინა ემასთან, რომელი თამაში იყო ესპანეთთან კი არა და საფრანგეთთან თამაში. მაშინ ვფიქრობ, აი ესეთი უნდა იყოს ბოლდვინიო, მოკლედ. სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, მე იმედი მქონდა, რომ აი ეს იპოვა, მიხვდა ბოლდვინს ამ ნაკრებში რა უნდა ეკეთებინა, ამ თვითონ მიხვდა, ან უთხრეს, მიახვედრეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, უბრალოდ საფრანგეთთან თამაში ეპიზოდი იყო. ნუ ყოველ შემთხვევაში მეორე თამაშმა ასე აჩვენა შემდეგ ფინეთთან თამაშმა. შეიძლება ახლა მე მაშინაც ვთქვი, შეიძლება თქოს ავად იყო ბოლდვინი რაღაც ჭიდა, მაგრამ მოკლედ ბოლდვინმა იყო ძალიან თავხედი. კარგი გაგებით, ისეთები როგორიც არიან ამერიკელი მისი სტილის მოთამაშეები, როგორიც იყო დიქსონი, როგორიც იყო მაკფადენი, უბრალოდ დისციპლინირებული აი თამაშის სქემაში, მხოლოდ აი ეს კომბინაციებში მონაწილეობა რაც თვითონმა დაუწერა. ეს, რა თქმა უნდა, აგეთოს, მაგრამ პერიოდულად, როცა გუნდი გადაითვირთება, აი გუნდის გადატვირთვაში უბრალოდ უნდა მოეხმაროს მაშინ და ამ პერიოდში, როცა რაღაც აირია დროებითად გუნდში, ამ თავისი თავხედობით უნდა ის ეპიზოდი გადაატანოს. ეს ევალება ჩემი აზრით ნებისმიერ ლეგიონერს, ვინც შეიძლება მიგვაჩვიეს ლეგიონერს, ვასაკები ხავდა. მაგრამ ნუ
გამოჩნდა რომ ეს ადგება ძალიან გულს და ეს გჭირდება ჩვენ ბოლდუინისგან. იმედია მომდევნო თამაშებში ამ ხრივ ან თავად მიხდება ან ვინმე უჩევს და აი ეს დაიმატა. realობაში ძალიან მაღალი დონის გააგრძელია. ძალიან მაღალი დონის რა, ნუ ყოველ შემთხვევაში გამოადგინა ნამდვილად ჩვენს ნაკრებს ხარისხს მას ვერ დაუწყდა. რაც შეეხება დანარჩენებს, ახლა შერმადიძე მინდა 1-2 სიტყვა ვთქვა. ხო, დუდა იყო შესანიშნავი, ძალიან კარგი იყო რამდენი თამაში, ძალიან დამაჯერებელი იყო, ძალიან საიმედო რაც ყოველთვის დუდა ყოველთვის კარგად ისვრდა, სტატისტიკა ზოგადად ნორმალური ქონდა ყოველთვის, მაგრამ ზოგჯერ იყო ხოლმე რაღაც არეული პერიოდი უდათ რაღაც. აი აქ განსაკუთრებით ესპანეთთან თამაში იყო ძალიან დამაჯერებელი, საიმედო, ნუ ძალიან კარგი იყო ფინეთში და ძალიან შემეცოდა, რომ აი ფაქტიურად წას ჩაეყარა ეს დუდას მთლიანობაში დუდა ისევ აგრძელებს ნაკრებში მნიშვნელოვანი როლის შესრულებას მუდმივად ესე იყო, ესე გვახსოვს და ასეც არის როგორც ნახეთ. შერვანინზე ვიტყოდი იგივეს, რადგან გოგაძე ცოტა ალბათ მეტი დახმარება, ნუ ცუდი არ იყო ეპიზოდებში კი ვეხმარებოდა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა კვალიფიკაცია აქვს, იქიდან გამომდინარე რა კლასი აქვს, ალბათ ცოტა უფრო მეტი და მოითხოვოთ მას. და ეს მოთხოვნაც არის, ეს არის კიდე ცალკე მეორე ეტაპზე გადავედი, თავმნიშნულ რაღაცას გადავედი. მეჩვენება რომ ბენჩის მოთამაშეებზე რაღაცა წნეხია თითქოს. და მე სხვადასხვა მიკროს პირველ რიგში შემადინისგან, იმიტომ რომ მას ისეთ თამაგუნდებში უთამაშია, როგორც ასტატოში, ასევე ბენჩი და ისეთ ტურნირებზე, რომ ეს რაღაც ფსიქოლოგიური წნეხი თითქოს მას არ უნდა ქონდეს, მაგრამ თითქოს აქვს. არ ვიცი ეს თელების ბრალია თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე ერთ-ერთ ვიდეოში თქვი კიდე რატიზეც იგი. რატი ბევრად უფრო თამამი იყო. ამ არავატო რატი საერთოდ ბენჩიდან შემოსული მოთამაშეები ამ ევროზე და ეს არ ვიცი ჯიკიჩის ბრალია თუ უბრალოდ ამხევა, აი თითქოს ეშინოდათ კი არ თითქოს აკრძალული ქონდათ სრულად თავის თავზე აღება თამაშის. ნუ ეს ძალიან ცუდად მოკლედ ამას შეგვიშალდა ხელი და ის რომ ბენჩი ვერ ეხმარება არის საუბარი რომ კი კლასი ხარის რა თქმა უნდა განსხვავება ხა მე შერვანიძე ანუ დანარჩენებზე ვამბობ. ძირითად ხუთეულსა და ბენჩორის, მაგრამ ხალხო ყველგან ასეა რა, დამიჯერეთ ვარსკვლავებს არც ფინეთის ბენჩის კალათბურთელები არ წვეტენ და არც სხვა ზოგიერთის ახლა მე არ ვამბობ თურქეთი და ესეთი გრანდების, მაგრამ ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც ეხმარებიან. არ შეიძლება კალათბურთელები გამოდიან და არ იყურებიან ხალხო ფარისკენ. ფარისკენ არ იყურებიან, აზე ლაპარაკი საერთოდ. არ უნდათ რო ჩაართო. არ შეიძლება ეს. არ შეიძლება ცოტა მეტი სიტამატე. სხვათა შორის მე მაინც რატო ვახსენე ჯიკიჩი. მე მახსოვს ზუროვსის დროინდელი ნაკრები, სადაც ძალიან საჭირო დროს იღებდნენ თამაშს თავის თავზე, იგივე რატი განსაკუთრებით, სხვებიც, იგივე შერმადენი უფრო მეტ ქულას აგროვებდა ბენჩიდან, აქ თითქოს რაღაც შეიცვალა. ნუ realობაში ბევრი რამე შეიცვალა ნაკრებში, ზუროვსისთან გუნდი უფრო იყო დაცვაზე ორიენტირებული, კაცრი იყო უფრო დაცვაში, ნაკლებ ქულას აგროვებდა, მაგრამ დაცვაში ვიყავით კარგი. ნუ აქ ჯიკიჩის შემთხვევაში შეიცვალა, ასე ვთქვათ, ეს კონცეფცია და უფრო შეტევაზეა ორიენტირებული. დაცვაში არ ნიშნავს რომ არ აკეთებენ, პირიქით ერთ-ერთი კარგად იცავენ, მაგრამ მოკლედ იმისთვის რომ ჩვენ თამაში წავაგეთ ის თამაშები, სადაც ვერ დავაგროვეთ 80 ქულა. სადაც დავაგროვეთ 80 ქულა, ყველა მოვიგეთ რეაქციად ყურადღება. ამაზეა გუნდი აწყობილი. ძალიან ძელი ვიდეო გამომიდა, მოკლედ პრინციპში ეს იყო მთლიანობაში კიდევ ერთხელ ვამბობ ნაკრების თამაში თუ დავიყოთ კმაყოფილი ევრობასკეტზე ისტორიული შედეგი დავდეთ დიდი მადლობა ყველას ეს ჩემი პატარ-პატარა შენიშვნები რაც არის ეს არ არის არანაირი საყვედური არავითარ შემთხვევაში კიდევ ერთხელ გამოვიდე ეს არის უბრალოდ რჩევები რაც ჩემი აზრით კარგი იქნება თუ გუნდის სამომავლოდ გაითვალისწინებს და ამ ხრივ კიდევ უფრო დაიხვეწებიან სულ ეს იყო მოვჩით კალათბურთზე საუბარს კარგ გახდით და ცოტა ხანში ისევ დაგიბრუნდებით ჩემთვის უფრო აქტუალური შერეული ორთაბრძოლებით. ნახვამდის.